მოგესალმებით, დაბრუნდი ის მაფია 3-ით. მოკლედ, იმის წინა ვიდეოზე, მე მგონი თუ წინა ვიდეოზე ერთ სიტყვით ამერია რეზოლუცია და კუთხეებზე ქონდა რაღაცა შავი წერტილი არ უფრო ხაზები ვით რაღაცა უთქუთხედი და ეგეც კიდე იმიტომ რომ ზოგადად ავტომატურად აყენებს ხოლმე რეზოლუციას ის software-ი, რასაც ვიყენებ ხოლმე. ამ DaVinci არის ეგ software-ი, რასაც ვიყენებ ედიტებისთვის, მაგრამ რატომღაც არ დააყენა იმ შემთხვევაში. არ დააყენა რა, ანუ 2K რეზოლუცია რო არის ლეპტოპი და ვიდეოზე შესაბამისად რო ვიღებ 2K რეზოლუციაში, ჭირდება რომ ჩემი ხელი დავაყენო. და 2K რეზოლუცია არის სხვადასხვა სახის, ანუ არის 5600, მე მგონი 1600 და არის კიდე 2600 და მე მგონი კიდე არის 2560 1440 რაღაც ეგრე. ხო და ეგ თუ არ დავაზუსტე ზუსტად თუ რომელი რეზოლუცია არის ეს ლეპტოპი რომ მე იგი ჩავწერო და ის მიუთითო, ანუ არასწორად კეთდება ხოლმე რა. ხო და ნუ ერთ სიტყვით ეგ ამერია. მაგიტო იყო რაღაც შავი კუბიკები თლიან ეკრანზე წინა ვიდეოში. არ ვიცი ხა შეიძლება პრინციპში თუ ვიღაცა სხვა რეზოლუცია აქვს, აი 1080p-იან რაღაც ეგრე შეიძლება მაგ შემთხვევაში არ ყოფილიყო ეგ ხაზები. მაგრამ მოკლედ ეგ დასაზუსტებელი არის კიდე. ერთ სიტყვით წინაზე საკმაოდ კარგად წავიდა ყველაფერი. ერთი წამი განათებას უნდა აუწიო ცოტა. თორე ძალიან ჩაბნელებული არის მონიტორი. და საკმაოდ საინტერესოც იყო ასევე წინაზე რაც ხდებოდა. ეხლა კიდე რაღაც დრაივერები გავაახლე, Intel-ის და ასევე Nvidia-ის დრაივერები ორივე გაახლა. Red Dead Redemption-ში კიდე ამ დრაივერების გაახლების შემდეგ კიდე პლუს რაღაცა გაახლებები ქონდა თამაშსაც და იმის მაგივრად რომ აი ადრე მქონდა 47 და ზოგჯერ 50 FPS-ი, ეხლა მაგ აპდეიტების მერე მაქვს უკვე შედარებით უფრო მეტი, რაღაც 70-მდეც კი ადის და საკმაოდ კაი არის ეგ. ამის გარდა კიდე სანამ ეხლა მიფრინვალ მამამდე რაღაცებს კიდე ვილაპარაკებ და ვიდიტყინებ ასე რომ ვთქვათ. დღეს ვაპირებ რომ დღეს არის ეხლა პარასკევი და ამ ვიდეოს ოდესდავდებ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვაპირებ რომ შევიძინო Xbox-ის კონტროლერი და კიდე ერთიც არის როუტერი. TP-Link-ის როუტერი არის AX 1500 არის თორსტები, Wi-Fi 6 არის რა მოკლედ. ხო და მოდი ჯერ მას გელაპარაკებით კონტროლერს და მე გადავიდეთ მოკლედ როუტერზე და აგიხსნით იმას თუ რა არის ჩემი გეგმა და რას ვაპირებ მაგითი. ცოტა საღამოს მოწონთო მაგის მოძრაობაო და დავალოდებიო ხო და ნახავ როდის გამოჩნდებიანო. კონტროლერს არ შეეხება Xbox-ის კონტროლერს ვიდულობ, იმიტომ რომ ნუ PlayStation-ის უფრო მინდა, მაგრამ რო დავაკვირდი ახლა რაღაც შეფასებებს და ყველაფერს, Xbox-ის ჯობია იმ ხრივ რომ მარტივად კავშირდება. თან ელემენტი იდება შიგნიდან, რომ დაჯდომით და დატანებით რაღაც ეგეთი საწოლებელი არ იქნება. როცა ჩართავ ან კაბელს შეაერთებ, ანუ ეგრევე კავშირდება ნებისმიერ Steam-ის თამაშზე. და PlayStation-ის კონტროლერი კავშირდება ძირითადად მხოლოდ იმ თამაშებზე, რომელიც არის PlayStation-ის ექსკლუზივი. და Steam-ზე საქმე ისაა, რომ შეიძლება მაგენზეც კიდე არ დაკავშირდეს და მაგაზეც კიდე რაღაცა პრობლემა ქონდეს. ხო და არ მინდა ეხლა ეგ რაღაცა წვალება, თან მithumedes ბევრად უფრო ძვირი არის PlayStation-ის კონტროლერი. კი ფაზაკლებაში ეხლა ბაზარია რა, კი ამის გარდა კიდე პრობლემა ბაზარია რა, კიდე ამას სიტყვას ვიტყვი. თუ მეორე PlayStation, თუ ვიყიდე PlayStation-ი უფრო სწორედ, მეორე კონტროლერი ბარემ მექნება და მაგ მხრივაც კაი არის, მაგრამ ანუ არ გამომადგება ფიზიკურად. და თან კიდე მინდა რომ დავუშვათ Mortal Kombat-ის თამაშის პროცესში კონტროლერი აი ძალიან მაგარი რაღაცა არის. და Mortal Kombat კიდე არ მითამაშია, ალბათ 10 წელი მაინც იქნება, შეიძლება მეტი იყოს. იმიტომ რომ ნუ მაუსით და keyboard-ით ან კლავიატურით ძალიან რთული არის მაგის თამაში. ავტომატურად აყენებს რიცხვებზე და რიცხვებზე როცა დააყენებს ანუ უაზრობაა რა ესე რომ ვთქვათ. ამის გარდა კიდე Sackboy არის ერთი თამაში, Xbox-ის ექსკლუზივი არის, მაგის თამაში შემეძლება ჩვეულებრივად, ანუ keyboard-ით, რაც შეიძლება მე საბოლოოდ გადავიღო კიდეც თუ ვიყიდე. და ნუ რავი, Forza მაგალითად, Forza-ს არ მითამაშია წესიერ, იმიტომ რომ keyboard-ით ცოტა რთული არის მაგის თამაში. და რაც შეეხება PlayStation-ის ექსკლუზივებს, არ ვიცი როგორ შევძლებ მაგაც თამაშს Xbox-ის კონტროლერით, მაგრამ ვცდი. და თუ არ გამოვიდა, ეხლა God of War-ის თამაში keyboard-ითაც ძალიან მაგარი არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ერთი ვითამაშე უკვე ის პირველი. და Ragnarok-ი ჯერჯერობით არ მითამაშია, მაგრამ თუ ვიყიდე ან ეგ ან Last of Us-ი, უეჭველი ვეცდები რომ ვითამაშო Xbox-ის კონტროლერით და გავდეს და როგორი არის. ანუ არა მაქვს სათამაშები კონტროლერით არაფერი ძალიან დიდი ხანი არის. აი ბოლოს მე მგონი 15 წლის წინ ვითამაშე, ეგეც მაგასთან რა, ნუ მეზობელთან რაღაცა Call of Duty
აი სულ ძველი ქალბატონები რო იყო მეგონი მაშინ 15 წელს წინ იყო როდის იყო არ ვიცი, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავ. და შესაბამისად მაინტერესებს გატესტო. ძვირი არის, 169 ლარი ღირს, მართლა ძვირი არის. თან ეხა მე კიდე მაქვს ნაყიდი, ну ფაქტობრივად განმოდებით ვიყიდე საათი. Galaxy Watch 8, რომელიც ასევე ძალიან ძვირი ღირდა და ფაქტობრივად ნახევარზე მეტი ხელფასი ამან წაიღო და პლუს ეხა 100 ლარიანი რაუტერი არის, ну რეალურად 160 ლარი არის რაუტერი და ფასდაკლების არის 100 ლარად. და ის კონტროლერი კიდე რაღაც 170 ლარი, მოკლედ აი გავკოტრდები რა ფაქტიურად. მაგრამ არც ატომაც არა ალბათ. მოკლედ ჩვენო ეხა ამ რიტუალის დახმარებითო მაღლა ავიწევითო და ამის დახმარებით ან რიტუალის დახმარებით ასევე კარგ სახელს ვფენთ სანტე პენგლენტოსო თუ რაღაცას. ჩვენ ანსეგლანტე ხო? თქვენი საკუთარი თავი მიეცით ერთმანეთს, ისე როგორც იტყვის მამაო რა, ანუ ის ვინც არის. Fakra. ეს რა იყო ხა? აი მოდი, აუ არა მაქვს. მოგეთ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იმათ ახლა რომ მოხოცე ყველას ეგ უეჭველი ვიცი. აი საიდან შევიდე ჯერ გამაგებია და მაგათ ნენელა უკვე დავხოცე ყველას. როუტერსაც შეეხება სადაცაა დაინგრევა ეს ყველაფერიო. აი დიდი ხანი ვფიქრობდი როუტერის ყიდვას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუ პრინციპში მაგთის ინტერნეტი მაქვს და საკმაოდ მაღალი პაკეტი არის რა, რაღაც 180-ით იწერს რაღაცეებს. ნუ 180 არის ისრაფე რა, თორე ხა Steam-დან გადმოწერა რომი და რაღაცა თამაშის დაახლოებით მგონი 80 არა 80 არა, თუ 80-ია. რაღაც 70 მეგაბაიტით იწერს რა, თავის კაბელით. მაგრამ ოთახებში ნაკლებად იჭერს Wi-Fi-ს. ამის გარდა კიდე მეგონა რომ მაგთის რაღაც სპეციალური რაუტერი ქონდა, მაგრამ გუშინო დავაკვირდი თურმე Huawei-ის რაუტერი ყოფილა ჩვეულებრივი რაღაც თეთრი. და არის Wi-Fi 4, თუ სწორად გავიგე ინფორმაცია და წარმოიდგინე ხა Wi-Fi 4-დან რო გადავალ Wi-Fi 6-ზე, ან ნუ ფაქტია რომ განსხვავება წესი უნდა მომწეს. უბრალოდ მე რასაც დავაკვირდი სამსახურში ხა ვინც ამბობს იმას რომ რაღაც რაუტერი ვიყიდეო, ერთი არა ორი არის ვინც მეუბნება რომ არანაირი განსხვავება არ მოუწია მაგ რაუტერს. და მეორე მეუბნება რომ ანუ განსხვავება რა თქმა უნდა მომცავა, იმიტომ რომ ანუ ფეროდ უფრო უკეთესია, ნებისმიერი რაუტერი უფრო უკეთესი არის ვიდრე მაგის დამაგრებული რაღაცა ძველი რაუტერებიო. ხო და არ ვიცი, ვფიქრობ ხა ღირს ყიდო თუ არ ღირს რო ვიყიდო ეგ რაუტერი. ანუ ტყუილად არ მინდა რომ გადავიხადო მაგდენი ფული და არანაირი განსხვავება არ მომწეს. TP-Link-ის რაუტერები საკმაოდ კარგი არის ზოგადად. თან რაღაც აპლიკაციაც ექნება და აპლიკაციის დახმარებით კიდე პლუს რაღაცებს დაამატებ. აუ, კაი რა, მე გადავიარე ამ ბომბაზე. არა და მეგონა რომ არ აფეთქდებოდა, მაგრამ სამწუხარო დაფეთქდა. კაი, ვიცი რომ ქვემოთ უნდა ჩავიდე, უბრალოდ აქ მაინც შევამოწმე რაღაცეები, იქნება და რამე ყოფილიყო დამალული. წავედით. კიდე რა უნდა მეთქვა მაგ რაუტერზე, არ ვიცი. ხო, ერთი რაღაცა გავიგე. რას აკეთებდო აქ? რა ვეხედავ ხა რას გააკეთებენ შენი აზრით აქ? მრავლდებიან. კიდე გავიგე რაღაცა მაგ რაუტერზე, რომ ის რაუტერი, რომელიც ახლა დადგმული აქვს მაგთის, ანუ მაგას სრულად ვერ ჩაანაცვლებსო რა. ან მოგიწევს რომ ამას მიამაგრო კიდე ის ზემოდან რაუტერი და ეგ რა თქმა უნდა ახლა ხო შეანელებს ფაქტიურად იმ რაუტერს და მაშინ რა თმინდა ის რაუტერი თუ ამას ვერ ჩაანაცვლებს. კაი, აქ რა წერია ხა? how may I serve you? მე თქვა მეგოგო თუ როგორ უნდა მოგემსახურო. და მე იმ კაცმა უპასუხა, ჩემი ენერგია იღე სიდში ხა Tesla რა მგონია ის იგულისხმობოდეს. და ნუ ის რაც ახლა შენ ფიქრობ. და bring the father into our presence და მოიყვანე მამა ჩვენს ხედვაშიო. With the guidance we will cleanse the land and rule the for eternity. და ჩვენ მოკლედ მისი ესე რომ ვთქვათ წინაძღოლით გავაკონტროლებთ ყველაფერს და გავწმინდავთ ყველაფერს მთელი ძალიან დიდი ხანიო რა, ანუ შეუჩერებლად თუ. და მე იმ გოგო მოპასუხა all for the blessed, ანუ ესე იგი დალოცვილებისთვის ყველაფერს ვიზამო. ანუ ტვინი გამორიცხილები რა.
კაი, აქ რა ხდება? As we descended from the heavens, the flesh consumed us, and we fell into darkness. In the darkness, we found renewal. In the darkness, we მოკლედ ესე იგი ჩვენ ვეცემითო რა 64-დანო და ჩვენი flash არის აი კანი ესე რომ ვთქვა რა სხეული. სხეული ჩვენ გვჭამსო და ჩვენ კიდე მერე სიბნელეში ვახლდებით ეს რა ვთქვა. და სიბნელეში ვიპოვეთ და ჩვენ დალოცულებია. so that you may fall into darkness and restore the blessing. მე მგონი flash consumes როცა იძახიან ამაში ამბობენ მიწიერი ცოდვები რომლებიც არის და მიწიერ ცოდვებს აცადე რო შეგჭამოსო და მერე უკვე სიბნელეში შენ იპოვი დალოცვილებსო რომ მერე თავიდან აღადგინო უკვე შენი თავიოთ რაღაცა ეგრე დიალოგები რა Among us once again. All for the blessed. ყველაფერი დალოცვილებისთვისო blessed მე მგონი დალოცვილს არც ნიშნავს ეგ სხვანაირად იწერება დალოცვილი არა სხვანაირად ითქმის უბრალოდ blessed blessed იქნებოდა სწორედ blessed არა This is the only way. ეს არის ერთადერთი გზა This is your chance ეს შენი შანსი არის to give greatness to the family who loves you. უნდა მიიცე კარგი ყველაფერი შენს ოჯახს რომელიც უყვარხარო რომელსაც უყვარხარო რა შენ არჩეული ხარო ანუ მე მგონი ახლა აქ ინტიმური სცენა იქნება იმ კაცთან და ამ გოგოსთან All for the blessed. ყველაფერი ამ იმის გამო ბავშვი არის ეს გოგო და ბავშვს იმაშობიან ანუ რა ვიცი სექსუალურად ექცევიან თუ რა ხდება ანა ეს ანუ აუპატიურებენ თუ რა ხდება თუ კლავენ და აღჩობენ What's done is done. აბა ეს იყო You have desecrated sacred ground. შენ გაანადგურე ჩვენი სალოცავია აბა აი ერთი რა არ მესმის ტიპს იარაღი უკავია და მიდის ახლოს და ახლოს მოკალი გოგოს გამო And my bloodline. ის უკვე დალოცვილი არისო და ჩემი That's what the ხო ანუ გამოდის რომ სექსუალური აქტი გააკეთეს ესე რომ თქვა და შენ თუ გინდა მე მომკალიო მაგრამ იმ გოგოშიო ჩემი მომავალი მაინც არის უკვე ჩასახულიო this is about. Where's Bonnie? ბონი სად არისო There's peace in my death. სიმშვიდე არის ჩემს I carry უგელში no shame. და მე არაფერს არ მწვენია პირიქითო მივესალმებიო ჩემს უგელსოც უფ ოჯახ ლინკოლნში ოჯახ იზახეთ ეხა ბლესით არა ესენი მართლა საინტერესო მისიები არის აი ამ ეს მომწონს ცოტა რაღაცა თითქოს აი მუღამი მიეცა რა თამაში და ისინი რა სისულელეები იყო რაღაცა გვერდითი მისიები და მოკალი ეს ბოსი სისულელეები რაღაც ვაი მოკლედ მაგ როუტერზე თქვენი აზრით დამიწერეთ მე ხამიდეოს რომ დავდებ უკვე ნაყიდი მექნება დიდი ვარაუდით ეგ როუტერი და საქართველოში ცუდი ის არის რომ დაბრუნების პოლისი ესე რომ ვთქვათ არ არის ანუ რაღაცა რო იყოს ან არ დაებრუნებენ ფაქტიურად რაც არის ძალიან ცუდი ხო არ უნდა წავიდ რა კაი ემოთხია აგერ იმიტომ რომ ნახე ხა დავუშვათ ვიყიდე ხო ეგ როუტერი და არ გამომადგა არაფერში მე ხო რა თქმა უნდა დაბრუნება ხო დამჭირდება ფაქტიურად მაგრამ სამწუხაროდ არ შეგვიძლია ნახე ან შეიძლება ქნან მაგრამ აი ძალიან რაღაცა მოკლედ დამადლებულად წავით მაგრამ პრინციპში მე დამადლებას ასთავაზებ კაც მთავარია რომ გააკეთეს და თუ არ გააკეთა მე დაებრუნონ და
იმიტომ რომ ტყილად არ მინდა რომ ფული დავხარჯო არაფერში 100 ლარით ან წარმოიდგინე ხო ვიყიდე და არაფერში სხვაობას არ მაძლევს მართლა ან იგივე ნაგავია რაც ეს როუტერი არის ხო რომელიც მქონდა ამდენი ხანი ოპა მოიცა აგერ კიდე რაღაცა იარაღი არის კაი ანუ ამ არ არის პრინციპში კაი იმიტომ რომ მალე მოკვდები ახლა კაი რა ხო და იმ როუტერს როცა ვიყიდი ჩემით მინდა რომ დავაყენო რა მე ხა Gemini-ს ველაპარაკებოდი ChatGPT-ის ნაირი ბოტი არის ოღონ Samsung-ებისთვის არის ეგ და Android-ებისთვის ხო და იმან მითხრა რომ არის ზოგიერთი პროვაიდერიო რომელსაც შეიძლება დაჭირდეს ანუ თავად დაკავშირებაო რა წარმოიდგინე მაგთის რო დაურეკო ახლა მე და უთხრა რომ აი ახალი როუტერის დაყენება მინდა და შეგიძლიათ თუ არა დახმარება რაღაცა ეგრე რეალურად ახლა რაც მინდა მაგაი დახმარება მეც კი ვიზამდი არც ერთული არის გამომოძრებ რაღაცებს შეერთებ ახლებს და ვსო და იმედია რომ ეგ წვალება კიდე არ დამჭირდება თორე აი რა ვიცი სულ ადგილას დავაგდე მაგრამ იმედია რომ ვიღაცა გადაავლეს ჯო ვიღაცა მესვრის აქედან მაგრამ ვერ გავიგი კიდე ზემოთ არის ვინმე თუ ქვემოთ აგერა სო ეგა აქ შემოდის რა ერთი კაცი მაინც რო აგაფესკოთ კაი არ შემოდიან და მოდი მე გავალ და იმედია პოლიცია არ გავამეკიდება და ხო კიდე კონტროლერი თუ ვიყიდე მე შეიძლება კიდე გადავიღო Mortal Kombat-იც არ ვიცი რამდენად გაინტერესებს ახლა ჩემი Mortal Kombat-ის თამაში თქვენ მაგრამ შესაძლებელია რომ გადავიღო რატომაც არა იმიტომ რომ მაქვს რა ანუ XL-იც მაქვს XL-ი არის იგივე Mortal Kombat X-ი უბრალოდ L-ის დამატებით დამატებული მაქვს რაღაცა დამატებითი პერსონაჟები და მე მგონი ისტორიაც გრძელდება კიდე თუ სწორად მახსოვს მაგრამ შეიძლება ვწდებოდი ნუ ყოველ შემთხვევაში XL-ი არის მაღალი კომპლექტაცია ხო და ეგ მაქვს მე Mortal Kombat 1-ს ვიყიდი კიდე მაგრამ Mortal Kombat 1-ის ყიდვასთან ერთად თუ აურსები რაღაცა ბანდლი არის ანუ ისეთი თემაა რომ ერთიანდება Mortal Kombat 1 და Mortal Kombat 11-ის დამატებითი პერსონაჟები. ანუ რეალურად მე Mortal Kombat 11 მაქვს, უბრალოდ Mortal Kombat 1 არა მაქვს, მაგრამ იმ ბანდლში არის მოქცეული, როგორც უკვე გითხარით, ერთის დამატებითი პერსონაჟებიც, ასევე DLC-ის სახით, როგორც ვიცი. აუ, რას საკეთებენ ტიპები. ეხლა პოლიცია არ გამომეკიდება იმედია. ხო და პლუს მაგას კიდე 11 ხომ აქვს და იმ 11-ის თანხა აკლდება მაგ მთლიან შეკვრას და ემატება უბრალოდ იმ დამატებითი პერსონაჟების თანხა. და ანუ ჯამში არ გამოდის ძალიან ძვირი, რაღაც თუ სწორად მახსოვს, მეგონი $12 გამოდიოდა თუ რაღაც ეგრე და $12 ეხლა ასეთ ისე მიიღებს მე. საათი მეუბნება რომ დიდი ხანიზი ხარო და ჯობია რომ ცოტა იმოძრაო და ეხლა არ მინდა მოძრაობა, მასადა თუ შეიძლება. ამ საათს კიდე რაც შეეხება, საათი არის ძალიან მაგარი, მაგრამ ღირდა თუ არა 650 ლარი არის. ანუ ვერ გეტყვით. ბევრი ფუნქცია აქვს მართლა, მაგრამ მაგდენი თანხა რა. სხვადასხვა ერთი რაღაც მოვისმენთ TikTok-ზე, თუ არა გაქვს იმის საშუალება რომ რა ნივთიც გინდა ეგ ნივთი შეიძინო 3-ჯერ ან 4-ჯერ მაინც მაშინ არ უნდა იყიდო. და ადრე კიდე ჩემი დამრიგებელი იზახოდა ეგეთ რაღაცებს რომ თუ დაუშვათ რაღაცა გინდა, უნდა მოიცადო 30 დღე და თუ 30 დღის მერე კიდე გინდა, ეგ რაღაცა ესე იგი მართლა გნოვებია რა. და თუ 30 დღის მერე არ გინდა, ესე იგი უბრალოდ დოპამინი იყო და შესაბამისად, ანუ კი არ გინდოდა უბრალოდ რაღაცა სურვილი ქონდა რა, ანუ არ გჭირდებოდა არაფერში, უბრალოდ სურვილი ქონდა მაგისი. და ეგეც კაი ფილოსოფია არის სხვათა შორის. და პირველად კიდე ანუ თუ 3-ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ, ხო მაგაში ვიგულისხმოთ რომ აი დავუშვათ ახლა კონტროლერი ხომ მინდა. თუ ეგ კონტროლერის კიდევ ფაქტიურად გამოკვდრებს და მაგის მერე თანხა არ მექნება არაფერი, ამ შემთხვევაში მაგის ყვა იქნება ძალიან არალოგიკური. მაგრამ თუ ვიყიდი და პლუს კიდე 2 მაგ კონტროლერის თანხა დამრჩება, მაგ შემთხვევაში ნუ ღირს ყიდვა და ნუ ღირს ახლა სიცოცხლის ყვა არ ესე თუ ისე. ან პრობლემური არ უნდა იყოს. ცემა?
ვინ გიქნა ეს ვანასადა? Caught me from behind. ანა დამარტყა უკინდანო. Going over those photos. ფოტოებს უყურებდიო და Something set her off. She's in the bathroom. Stay here. რაღაცამ შეაწუხაო და ეხლა მასში არისო საბერფეროჩოში. Anna, ანა, let me in. შემომიშვი. Go away. გადი აქედან. Shit. ანუ ფეხბურთი მე და ეს გოგო ესე რო ვთქვა. What's going on, Anna? რა ხდება აქ? You know, ხო იცი. there was a time when my mind wasn't so scrambled. იყო დრო როცა ჩემი გონება ესე არეული არ იყო. A time when it didn't hurt so much. დრო როცა ესე არ მტკიოდა ვარაფერი. The old song. Bonnie. ინსანგი, ბონი, Motherfucker at the ეგნა ბიჭვარი, ოპერა სახლში. They carry the blame for all this. იმეთი ბრალიაო ეგო. No, I pray to God every night. ღმერთს ვაუდრები ყოველ დღე. Kind of love, რომ რაღაც სიყვარული მომცესო. kind of protection. რაღაც დაცვა და იმედი. Bonnie made me believe that she could give that to me. ბონიმ დამაჯერა რომ მას შეეძლო ყველაფერს მოცემა და რა ღმერთსო. I was just a vessel for her. მაგრამ ეგ ტყილი იყო და მე მისი ვესალი ვიყავი უბრალოდ ანუ. She's at the old sanitarium now. ძველ სანატორიუმში არის ახლა ისო. I remember. მახსოვს. I remember everything. ყველაფერი მახსოვს. How could I ever have forgotten? როგორ შეიძლება დამაუწყოს ეგეთი Let me რაღაცეები. deal with Bonnie. მოდი მე And me, Father James, will help you through this. ბონის მივხედავ და მე და მამა დაგეხმარებით ვარ. მამა ჯეიმსიო. I მარტო არ ხარ. what they did. ვერ ვიტან რაც მიქნესო. I hate what they put inside of me. ვერ ვიტან რაც ჩემში ჩასვესო Give me რა. the knife, Anna. მომეცი და ნანა. They can't control me. Not anymore. ой 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 ой. აწი ვეღარ გამოკონტროლებიანო და თავი მოეკლა ტიპო. ვაჰ. ბიჭო. Those people. ეგ ხალხი They done broke her. გაანადგურესო მათმა. She was damn near broke before they got to her. უკვე გაანადგურებული იყო სანამ ისინი მივიდნენ They ამასთანო. just finished the job. იმათმა უბრალოდ სამსახური დაასრულესო რა და ბოლომდე გაანადგურესო. ვაა. ცუდია, ცუდია. I'll take care of her, son. მე მიხედა მოგშვილო. Go. წადი შენ. ეხ ლინკოლ, რა ტყულა ეწვალე ამდენი. Lincoln. ლინკოლ? Lord keeps all who love him. ღმერთი ყველას იჭერს ვის All the wicked he will destroy. ყველას მასთან ინახავს ღმერთი ვისაც უყვარსო, მაგრამ ყველა ვინც საზღარი არის იმათ გაანადგურებსო და ნამდვილად ეგრე იქნებაო. ვა მოიცა დავიჯერო კიდე გრძელდება ხა ეს მისია და კიდე რამე უნდა ვქნათ? კიდე გაიხსნა ხო მისია 65 მეტრში. რაღაც ძალიან ახლოსაა და ნახოთ აბა რა ხდება მანდ. წადი კუნძულზე. რა კუნძულზე არის საუბარი? მოიცა აქ ნავსადგომი იყო ხო თუ არ ვწდები? კი, ნავსადგომი არის. ანუ ეხა ბონის დავადგებით თავზე და იმათ ამოხოცავთ? თუ რა ხდება? ტყუებით ხა ვერ მომეყოფ მე სიმართლე რომ იმედი არ მოკვდები. კაი. კაი, წავით. 1000 მეტრია რა ძალიან შურს. მაინტერესებს ახლა რა იქნება ანუ ახლა აქეთაც. ანუ კარგი ისე პრინციპში ამ საათთან დაკავშირებით ისაა რომ ჯერჯერობით ანუ ზარზე არ მიპასუხია, მაგრამ ასისტენტი და რაღაცეები აქვს და დახმარებოდ უმჭირდება დავუშვათ, აი მაგას ვეთქვი რომ აი ფანარი ჩარტი და ჩარტავს ფანარს ვეთყვი რაღაცა რომ დამჭირდება, მეტყვის პასუხს უცებ
რავი, მესენჯები და რაღაცეები დავუშვით ახლა საჭესთან რო ვარ დამჯდარი, ტელეფონის ამოღება და მაგას დახედვა არ მიწევს რა, საჭესზე ხელი ხო ისაც ეს რა არის? ნიანგი იყო. საჭესზე ხო ისაც მიკიდია ხელი. ახალი ადგილი იხსნება გაგრას აქ. ხო და ნუ მარტივად ნახულობ მაგასაც. და ბევრი ფუნქციაც აქვს კიდე, მაგრამ რა ვიცი. თან 650 ეგეც ფაზაკლები თორე ისე 800-დან იღებს ეს. 900-იანებიც არის. უბრალოდ ზომის გამოა რა, ფასი განსხვავებული. წავედი. აქ ნამყოფი არა, ნამყოფი არა ვარ აქ. აი, სულ პირველად რო რაღაც ადგილზე ვიყავ, თუ გახსოვთ, ეგ კამერია ხა ამაში. კაი, შევეჩიგნით. No trespassing. ან შესვლა არ შეიძლება. ეს რა არის კიდე? აი, ძალიან ბევრი დავაკვირდი ხა და ეგეთი რაღაცები ნუ ხდება აქ ესე რომ ვთქვათ. აქ რამე ასაღებია რა? Nope. კაი, ძალიან ცუდი. მანქანა ხარ არ შემჭირდება, მაგრამ მაინც მივიდეს. We are so pleased to have you with us. მოგესალმებით, ჩვენ We want you to know that our only goal is for you to be the best you can be. ნუ აშტერებენ ხალხს რა. ტრანზაქციას უსე განიცდივარ, რომ ცვლილებას ცხოვრებაში დაიმახსოვრე, რომ ჩვენ გვინდა, რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო თავი იყო შენი თავისთვისო. ჩვენო კარგისკენ მიდივართ და სულო, მაგრამ გარეთ სასამყარო სულ ქვემოთ მიდისო. Rest assured that you will discover a new way here at Sapri's Sanitarium. In fact, once you're inside, you may never want to leave. მოკლედ რა, ცუცაც იღებო რა, ანუ გარეთ სამყაროდანო ყველაფერს კარგს მიიღებ აქო. და ამ სანატორიუმში სამყარო შეიძლება წასვლა არც მოგინდესო. Slow mo shooting is now available. Use slow mo shooting while aiming to slow down time. Make headshots to extend the meter. Slow motion-ები ხარ მაინტერესებს, ამათ ხა ისე უცებ მოკლავ ყველას ტყუები თუ მეყო. რო აიგა. აი ამას ხო თავში მოვარდი, დავარდი რა ძირს. კაი, სნაიპერი უნდა ამეღო, იმიტომ რომ აი ზემოთ რო არის იმ კაცს ძალიან შევახარჯა ბევრი ტყვია. თან არაფრის გამო ფაქტიურად. მაგრამ წესით ბოლო მისია იქნება ხა ეს ამათი. ამ ბონუსის რო ვთქვათ. კაგრესი ხარის 9:26 საათს გულისხმობ. მე უნდა გავიდე კიდე კაგრეს და საღამოს ხანს უკვე წესით მექნება კონტროლერის და რაუტერის და ნახავთ თუ დავაყენე. ეს ერთი. ამათო მოკლეს ინეზე. ზემოთ ხო არა ვინო კიდე? არა, ზემოთ არ არის. ვაი. კაი, არ მინდა რომ ვიღაცა ხა მომეპაროს. მაგალითად აი ესე. კაი, იმას საკუთარი თავი დაიწვა იქ. მოკლედ ერთი მე მგონი აქ არის. და დანარჩენები აქ არიან, ეს ერთი. უი. ამოყავ თავი რა. კაი, სამი დაშნენ. ეხლა ცოტა HP მომატება და გავიქცევუცებ აქეთ. რომ უფრო მარტივად დავინახო ესენი. მოდი აქედან მოვდგები ერთ წამით. უყურე და ისწავლეო, რა უნდა ვისწავლო შენგან? თქვენ გამორიცხული იდიოტი რო ხარ? კაი, გადავცვალოთ რევოლვერში თუ არა? დროებით გადავცვალოთ, მოდი. ამათ მოვიშორებ და ეხლა ისე ვიღებ ჩემს პისტოლეტს თუ შევძელე. ეგ არისო. რაჯინდა მოსაკეთებო, შემთხვევით ჩავედი ცეცხლშიც, მაგრამ რას უნდა ვაკეთებდი? შენ გონი რომ მინდოდა?
კიდე ერთი კაცი უნდა იყოს, მე მგონი აქეთ. სად? აგე. ჯო ხმები მესმის ქვემოდან, მაგრამ ზემოთ არიან, მე მგონი და ვაიმე. აი, ეხლა მართლა შემეშინდა რა პრინციპში, ცოტა უცნაური გრძნობა იყო ესე რომ ვთქვა, თორე შეშინებით ნაკლებად. რაღაც გამოეფარეო. აგე. ანუ ეს არ მომკვდარა რა, ეს ერთად მთლიანად. მოდი გადაცვალე ეს. ტოვებიც აიღე და წავით. შეიძლება ესე ანუ მითხრეს რა კომენტარებში იყო 1-2 რომ რატო არ მოყავს თუნდაც აი ის კაციო რა ვისაც ტყუები და რაღაცები მოაქვს. არ მოახსოვს, აი მართლა არ მოახსოვს ეგრე როგორ უნდა გავაკეთო. ამის გარდა კიდე აი ლიმონკების და რაღაცების გადასვლაც მართლა არ მოახსოვს როგორ ხდება. თორე გადავსვლი მაგასაც. პრინციპში ანუ არც მჭირდება რა იმდენად. ისედაც თამაშობ, უბრალოდ დამატებითი რაღაცა ექშენი იქნება, დავუშვათ ახლა რომ დანები გამოვიყენო იარაღის მაგიროთ. თორე რავი არც მჭირდება იმდენად ახლა მაგის აკეთება. რაღაცა აუ ახლა ეს Resident Evil-ის მოკლედ რაღაცა მექანიზმით არის რა, დაკეტილი კარებიო და უნდა ვიპოვო ეს ხა ეგ რაღაცეებიო. რო კარი გავაყო. ეს 1, ეს 2, ეს 3, ეს 4. უკიდან არ მოვიდეს არავინ და არ დავეძებ. კაი, წამოვიცებ ქვემოთ ხა. ისა კიდე გაშვებული რაღაცა სუნი რო არის. აუ რა ჰეჩოდი დავადე მაგას ხوارღა დავა. ოიც აქ არ არის? კაი, მოიცა. იმიტომ რომ ნახე ძალიან ისე დადის რა, ანუ უჭირს თქოს სიარული. და მაგიტომ მეგონია რომ მე მგონია ეს უკეთესი იარაღი არის. მაგიტომ მგონია რომ რაღაცა გაშვებულია კიდე აქ. დავიხილოთ უცებ და მოკლავს. ბიჭო, რას აკეთებ? გვერდზე? ეხლა რომ მოკვდა გადავირევი. კონტროლი. ვაიმე, აი ჩამეკეცა თამაში, ეს რა სისულელე იყო ეხლა აქ. არ მეგონა ეხლა მაგას თუ მაგდენ ხანი დააკვირდებოდა. აი კიდე კაი რო ტყუები და ეს ბრონის ჟილეტი მაინც არის აქ. და ჰილიც არის კიდე კაი. დიაი უცებ. ეგარიშა. აი აქედან ავალე ხა იმედია ზემოთ და კიდე რაღაც წოლება არ დამჭირდება, სო ეგარი აქედან ოდიორ ზემოთ. არ ვიცი, რაღაცის თქვა მინდა ხა, ანუ გონია რომ დამატებითი მისია არის და ამას ვაკეთებ და არა მაქვს სურვილი, იმიტომ რომ თამაში ძალიან მეწელება, მაგრამ ერთის მხრივ კარგი არის, იმიტომ რომ საინტერესო არის ხა შედარებით, ანუ თავარი ისტორიასთან შედარებით ეს ბევრად უფრო საინტერესო არის. ეს რა ჯენდაბა? აქ არის რამე? ხო, აქ არის. და ეხლა იმედია ამის რაღაცა ტრიალი არ მომიწევს და გაგება იმის თუ რომელი სიმბოლო რომელიც უნდა დავაჯინო. რა ხდება აქ? ანუ რას აკეთებენ პროსტა ვერ ვიაზრებ. და ჯანდობა. კაი. იმედიოსო.
ახლა ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ კონცენტრირებული ვარ ეს უფრო თამაშზე რა. და მაგიდან გამომდინარე ცოტა მიჭის ლაპარაკი. და თან ესე სროლა, მაგრამ ვცდილობ. მინდა რომ ხა ამათ მოლოტოვი ვესრულო, მაგრამ აი აღარ ფიზიკურად აღარ მახსოვს როგორ უნდა გავაკეთო ეგ. არა, არა უშვს რა. ესეც მოვიშვერებ ამათ. კაი, ისე და შედა ამას ისეც მოვიშვერებ ხა. ოპა. რა? Tactical vest. კაი. ანუ კაი, რო რაღაცას ეგრე მაძლევს რა თამაშიც და იაზრებს იმას, რომ ცოტა რთული მომენტები არის ამ თამაშში. ამ თამაში, ანუ ამ მომენტში ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, რა, გადი იქეთ. ტიპები აი ალლაჰ აკბარის იმათავიც არიან, აი ხო ვიცი მუსლიმები რო არიან თავს რო იფეთქებენ, დაახლოებით ეგრე არიან. კაი, შევიდე შეგეთ და მოვიშოვოთ ეგ კაცი. ერთი მეორე და არ მატერიალები ვიხავთ ხო რაღაცეები. პირდაპირ გააღე. აუ, კაი რა. კაი, change the piece. მოიცა. Use black light to find hidden symbols. კაი, მოკლედ ამაზე ხა ვიდეოს ნახავ ამის ყურიმას არ ვაპირებ გაკეთებას. So, ეგარ. თვალაშორის თითქმის სწორად მქონდა. ერთი რაღაცა გადასანაცვლებელი რა. და სწორად მექნებოდა გაკეთებული, მაგრამ არა ვშ ხა მაგაზე მოდიალს არ დავიწყებ. კაი, აქ რა გვიწერია ხა ჩვენ. Ever since Bonnie was a little girl, she's been dreaming of honoring the heartless name by burning the blessed. ანუ ესე იგი ბავშვობიდან ბონის უნდა რომ ისახელებინა ჰარლის სახელი blessed-ის დაბადებით. ანუ ეთყობა ვიღაცა შვილი დაბადა ამ გოგომ და blessed იყო ეგ თუ არ ვიცი. But despite her best efforts, she's realized the father has chosen a different path for her. მაგრამ ანუ მიუხედავად იმისა თუ რამდენსაც დებდა, რამდენ შრომასაც დებდა მოკლედ ამ კულტში, მამამ გადაწყვიტა რომ მისთვის სხვა გზა მიენიჭებია ორა და არა ის რომ აი ბავშვები ებადებია blessed-ისთვის. Anna is the last of the Harless bloodline, the only one who can carry the blessed. Bonnie believes she is the answer, and so do I, all for the blessed. ანუ ესე იგი იმ გოგოს ბონის უნდა რომ შვილები ყოლოდა მე მგონი ამ blessed-ისთვის, მაგრამ მამამ მოკლედ შეუცვალა ანას მიზანი და ანა გახადეს ის რაც უნდა რომ ყოფილიყო ბონი. ანუ შვილების ჩამსახველეს რო ვთქვა, ან გამამრავლებელი რაღაცა სპაუნერი. აი ეს ბონი არის? მე მგონი ბონი დაუჩე ხო მოსაკლავი დავსო? წესით მორჩა. შენ სიკვდილის გარდა არაფერი არ მოგაქვსო. როგორც მაფია თამაშებს შევი ახლა რა თქმა უნდა, ანუ ამ მომენტის გაწელავენ ძალიან დიდზე. ის ჭუჭრიო საკუთარ ადგილს არ დაივიწყებს, ანუ არ დატოვებსო. ეს ჰალუცინაცია არის. და რეალურად არ ხდება. საინტერესო. Stand up, Lincoln. ადექი ლინკონ. ეს ანაა? ხო, ანა, იმიტომ რომ ჰალუცინაციები არის რა. რაღაცა გაშვებული აქვთ ნარკოტიკი და ესენი მიჩოვლი არიან, მაგრამ ლინკონი არა მიჩოვლი იმდენად ხო და მაგით მოქმედებს ძალიან. ხო, ну, ძალიან გაიწელება ხო. ეხა მომიწევს რომ ესენი მოვკლა, მე იქამდე რომ მოვკიდე კიდე მომიწევს რომ ვიღაცები მოვკლა და მე კიდე და ასე შემდეგ.
ანუ მე ამათ გონია რომ ვარ ჭუჭყი, ანუ დაბალი ფენის წარმომადგენელი ვარ და ესენი ხო ვითომ ბლესედები არიან, ანუ შუა თანაფენის წარმომადგენელი ხალხი, როგორც მახსოვს. წადი. აი არა ვშ, ამას ხა მარტივად გავული და მივალ უცებ იმ ჰარლიო თუ ბონისთან, ხო ბონისთან. ბონი ბლუ, სხვადასხვაშორის ერთ-ერთი პორნ ვარსკვლავი არის. საიდან ვიცი? საიდან და YouTube-ზე არის ავსო მაგის ვიდეოებით ყველაფერი. თვალებზე რა ჭირს? მე მგონი ბაგი არის უბრალოდ. სხვადასხვაშორის კონტროლერით მაინტერესებს ასევე Doom-ის თამაშიც. ანუ Doom Eternal-ის ყიდვაც მინდა. თავიდან ბავშვი ფიქრობდი რომ PlayStation-ს ვიყიდიდი რა და ანუ ამდენი ტანჯვა არ დამჭირდებოდა. უბრალოდ ლეპტოპში იმდენი ფული გადავიხადე, ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს იცოდება. რომ აი კიდე რომ PlayStation დავამატო ხა ამას იქნება აი ძალიან სისულელე. მომშორდი, ხალო, გადი იქეთ. ვინ არიან ეს ცხოველები ესენი? დაიმალე. Doom-ი ახლა იმდო გამახსენდა რომ თითქოს აი დემონებს გვანან ესენიც და საინტერესო იქნებოდა ეს კონტროლერით, ანუ არასდროს არ გამომიყენებია კონტროლერის ხორებაში. გარდა ანუ იმ მომენტისა, გარდა უბრალოდ ხო, როცა გითხარით რომ ძალიან პატარა ვიყავ მეთქი. მოდი ხილს ავიღოთ, იმიტომ რომ აქ მჭირდება ახლა მე უჭველე და პისტოლით შევაჭრა შიგნით. მე მგონი ვიღაც დავინახე აქეთ. იმედია ახლა კიდე ის გოგოები არ გამომიხტებიან დანით. არ დამიწყებენ დაჭრას. მოკლედ კონტროლერზე პრინციპში იმდენად არც მაქვს რა იმის ეჭვი რომ არ იმუშავებს, უბრალოდ ეს როუტერი არის რა საქმე. მინდა რომ რაღაცა ცვლილება დავინახო რა. ან დავუშვათ თუ იმ ხელად ცვლილებას ვერ დავინახავ, ოდნავ ცვლილება რომ მაინც მომწეს და პლუს კიდე ისეთი კარგი რო იყოს რომ აი ნუ ეხლა მეხსიერება და რაღაცა რომ მეტი ექნება ეგ ფაქტია, უბრალოდ იმდენად კარგი რო იყოს რომ აი დავუშვათ 5 კაცი თუ იქნება დაკავშირებული ერთი და იგივე როუტერთან, ანუ ჭედვა არ დაიწყოს რა როგორც ეხლა თუნდაც ესაკეთებს. და მე როგორც გავიგე ინფორმაცია, დავუშვათ 300 მეგაბაიტი თუ აქვს გადაცემის ისწრაფე, ეგ იმას ნიშნავს რომ თუ 3 კაცი დაკავშირდება, 3-ვე კაცს აი 300 მეგაბაიტით მიეწოდება Wi-Fi და არა დავუშვათ როცა 100-იანი აქვს, 100 მეგაბაიტი აქვს ისწრაფე რომელიღაცა Wi-Fi-ში და 3 კაცი თუ დაკავშირებული, ერთს მიეწოდება 25, ერთს 30, ერთს 50 და რაღაცა ეგრე მოკლედ და ანუ სულად გადანაწილებული არ იქნება ეს რა ვთქვათ. პლუს კიდე აპლიკაციაც აქვს, მაგ აპლიკაციით არ ვიცი ზუსტად ხედავ თუ არა იმ ხალხს, ვინც დაკავშირებული არის შენ Wi-Fi-სთან, ანუ დავუშვათ დავით ვიღაც ჰაკერი არის, ვინც Wi-Fi გაგიტეხა ხო და გინდა ეხლა რომ ნახო ვინ არის ეგ კაცი, ანუ მაგითი ხედავ თუ არა მაგათ არ ვიცი. მაგრამ იმედია კი. თავი მოიგლა? ზოგჯერ კიდე ეს მიკროფონი წულებს და მიკროფონის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ არ მგონია რომ ეგ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს HyperX-ის რო ვიყიდო Dualcast-ი ან Quadcast-ი, რომელიც უფრო მინდა მე შედარებით, ძალიან ძვირია ეგ. შენ არაფერი არ გიქნია აქო. ეს აგლანტე მაინც გადარჩება. Anna's dead. Anna მკვდარია. Slashed her own throat after she realized what you'd done to her. საკუთარი თავი მოეკლაო, როცა გაეგო თუ რაც უკენითო. ის არჩეული იყო. ის დაძალებული იყო შენის მიერო. არჩეული კი არაო. ამას თავი მოიგლე კაცო? ამას თავი მოიგლა. ეს ქალაქი დაიწვევა Mr. Clay. შემთხვევით მოვიდა ხა ეგ თუ ამას თავი მოიგლა. იმიტომ რომ აიცილა ლინკოლნმა ფაქტი არის. ანუ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ საქმე ისაა რომ ეს მისია მორჩა. ანუ ეს მთლიანი მისიები მორჩა რა, აი ამ ანასი და ამათი ესე რო ვთქვათ. აბა. ეს მომეწონა, ანუ ეს მისიები მართლა კარგი იყო. It was Langdon's idea. ლინკოლნის იდეა იყო ეს, რომ ანა დაგვემარხა აქო, თავის ოჯახთან ერთად. მე გრიგოლ გაიგეთ.
can overwhelm you if you let it. It can ეგ სამწუხაროებამ შეიძლება suffocate you, დაგახშოსო რა მაგანო თუ ნებას მიცემო reduce you down to nothing. და არაფერზე დაგიყვანსო. So the key is to ამიტომაც გასაღები არის ის, რომ look for the light inside those around us. სინათლეს უნდა შეხედო მაგ პერიოდში, როცა მოწყენილობაა რა. და უნდა Even დაიჭირო the ეგ slightest სინათლე. flicker can give us hope. პატარა ნაპერწკალიც კი კარგი არის, რომ იმედი მოგცესო. I think in Anna, მე მგონია, რომ ანა Lincoln found that slight flicker. ანაში ნახა ლინკოლნმა ეგ პატარა ნაპერწკალიო. უბრალოდ პრობლემა იყო ის, რომ ვერ გაიგო მაგანო. რა გავლენა ქონდა ანას ლინკოლნზეო. მანამ სანამ გაქრაო რა ანაო. ო Now Anna's death was certainly tragic. ნუ ანას სიკვდილი მართლა ტრაგიკული იყო, მაგრამ ვიცი, რომ She found that peace. სიკვდილში მან თავისუფლება იპოვა Escaped her in life. და გაექცა რა საკუთარ ცხოვრებას. Lincoln, on მართალია. the other hand, ლინკოლნს კიდე რა შეეხება, I think what happened with Anna რაც მოვიდა ანას, მგონია, რომ უფრო გააძლიერა იმის ფიქრი, რასაც ფიქრობდა უკვე ლინკოლნიო. Sometimes ზოგჯერ living ცხოვრება be worse than dying. სიკვდილზე უფრო უარესი შეიძლება იყოსო. ელის Lincoln რობინსონი. knew that better than anyone. ლინკოლნი ყველაზე კარგად იცოდა. და ანა სადა? აი ქვემოთ ანა. 1948, 1968. ამ თვალბოშე რა ყოფილა მე მგონი. რა ვიცი, ხა უცებ რაც გადავთვალე. აბა ფადერ. Well, I got another call from your Aunt Lily. სანამ წავალ ლილიმ დაგირეკაო. თქვა რომ ავტობუსით მოდისო რა. და კაი იქნებოდა რომ შემწეხვიდე და აიყვანო მანქანით. მადლობაო რა მივარ და ვნახავ. You killed Bonnie Harlessy. ხო, ანუ ეს მისიები მორშეწესით. სემის რენოვაცია. მოიცა ეს ახლა ის სახლი არის, მე სადაც ვიყავი და არა, პრინციპში იმ სახლს არ გავს, უბრალოდ სემის რენოვაცია რო წერია, სემი ხო იმ სახლს ერქვათ, მე მგონი მამამისს ერქვა ლინკოლნის და დიდი ვარაუდით ეგ იქნება, რომ აი მაგ სახლს ახლა გავარემონტებთ ალბათ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მე მგონი ეგრე იქნება. ნუ მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ და ლაიქით გამოიწერეთ ახლა საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი იყო ჩემი აზრით და საკმაოდ საინტერესო მისიები იყო ამ ანასი და ასევე ბონისი. და ნუ ეგ არის და ეგ. ეხლა წავედი, წარმატებით ყველას და დროებით.